ეთერიდანაც და დღეს ჩვენ ყველანაირ სიყვარულზე ვისაუბრეთ გამორჩეულზე, ჯანმრთელობის საშიშზე, ორმხრივზე, ცალმხრივზე. მოკლედ, ახლა დაგდრო პირველ სიყვარულზე და შესაძლოა პირველზე არა, თუმცა მოზარდებს შორის სიყვარულზე ვისაუბროთ. ჩვენი სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ბარბარე ჭკუასელი და თამარ ობგაიძეც შემოგვიერთდა ჩვენთან. მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ბარბარე, საკმაოდ რთულია მოზარდობის ასაკში, ისედაც რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს მოზარდს და კიდევ რო ემატება ეს შეგრძნება. რა პროცესები მოდის? მოზარდობის ასაკზე როცა საუბრობთ ხოლმე არ შემილია რომ არ აღნიშნა რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიზისული ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში და თითქმის ყველაზე ხანგრძლივი, ხო? ანუ ყოველთვის აღნიშნავთ ბავშვებთან და მოზარდებთან და არა მარტო დასრულებთან ესე ვთქვათ მომუშავე ადამიანები, ფსიქოთერაპევტები, რომ 1, 3, 5, 6 და ეს ვთქვათ თინეიჯერობის კრიზისი ძალიან მნიშვნელოვანია და რა არის ხა ეს კრიზისი, რომ ამ კრიზისთან სწორად გადალახვას დასულ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რაღაცას უზრუნველყოფს. სანდოობას, სამყაროს მიმართ, საკუთარ თავის მიმღებლობას და ასე შემდეგ. ეხლა რა არის რომ ეს თინეიჯერობის კრიზისი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივია და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები აქ მიდის ხოლმე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროცესი მიდის თანმიმდევრობით. და ისედაც რთული პერიოდია, იმიტომ რომ რეალურად ორგანიზმში არის ქარიშხალი, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ რასაც ჰორმონებს ეძახით, ეს ნეიროტრანსმიტერები თავის შუაზე დადიან მარტივად რომ ვთქვათ და ამას ემატება ის შეგრძნება, რომელიც პირველად მოდის ცხოვრებაში. ანუ ყველას მაგალითად ვისაუბრე იმაზე, რომ ბაღში ვიღაც შეუყვარდათ, რამდენიმე შეყვარებული ერთად ყავდა, ძალიან საყვარლობები, მაგრამ აი ეს შეგრძნებები, რომლებიც მოზარდობის ასაკში დგება, არასდროს იქამდე არ ყოფილა. ამიტომ ეს არის პირველი შეგრძნება. ხო, საკმაოდ მაღალი ინტენსივობით იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ორგანიზმი ეგრე არის მოწყობილი ამ ეტაპზე და შესაბამისად ბავშვებს აი მოზარდებს, რომლებსაც აქვთ ხოლმე ეს განცდა პირველად ეწევათ, ისეთი ის აქვთ შეგრძნება, რომ ეს არასდროს დამთავრდება, რომ ეს მუდმივად გაგრძელდება, რომ სხვა არასდროს არავინ შეუყვარდებათ და თავისთავად ამას მოყვება ხოლმე თუ იმედგაცრუება დგება, რომ ეს არ წავიდა პროცესი სწორად, ან სამხრივად არის ეს პროცესი, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება საკმაოდ დიდია და ამასთან მუშაობა საკმაოდ რთულია. როგორ მუშაობთ ამასთან მშობლები? ხშირად გვაქვს ხოლმე, როდესაც არა უშავს კაცო გაგივლის ან ვაუფასურებთ მათ შეგრძნებას. ჩვენი გამოცდილებიდან, ანუ შენ თვითონ ახლა 35 წლის და აღარ გტკივა და ისე არ ნერვიულობ, გონია რომ მასაც 15 წლის ასაკში შეუძლია ესეთი მარტივი დამოკიდებულება ქონდეს. არადა სინამდვილეში ასე არა. სწორი რა არის? მშობელი იყოს სირაქლემას პოზიციაში და არ ხედავ, ან იყოს აგრესიული, რომ ეს არ არის საჭირო და არ მოგწონს მაგალითად გოგონა თუ ბიჭი ჩვენი შვილის არჩევანი. ხო, ეგეც თემა. კი, თუ ეს არის მხარდაჭერა უპირობოდ ნებისმიერ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის და ალბათ ვლაპარაკობთ იმაზე, სად არის ოქროს შუალედი, რომელიც ყველასთვის ძალიან რთული აღმოსაჩენია და ძალიან ინდივიდუალურია. მოდით იმას განვიხილავ ჯერ რომ ის რომ ჩვენ ვიცით დასრულებმა რომ ეს არის პირველი გამოცდილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა შესაძლებელია დასრულდეს და სხვა გამოცდილებები დადგეს და ნუ თითქმის ყოველთვის ესე ხდება. ბავშვმა იმ მომენტში, აი დღეს აქ და ამჟამად ყველაზე გეშტალტურად რო ცხოვრობს, დღეს თუ გრძნობს ამას, გრძნობს ყველაზე მეტად, მისთვის ეს არის ამოუცნობი ფენომენი. ამიტომ ჩვენ რო გვაქვს ეს გამოცდილება, თვითონ თუ თავისი გამოცდილება არ მიიღო, არ მუშაობს. ანუ რა ძალიან ვუთხრათ გაგივლის მაგალითი რომ მოუყვე? მოყევება. კი, ეს ძალიან კარგი იქნება, რომ თუ თქვენ მაგალითს გაუზიარებთ და ეტყვით, რომ თქვენთან ეს წავიდა პროცესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის კი არ ვუთხრათ, რომ ეხა არაუშავს გაგივლის, რაც არასდროს არ მუშაობს ხოლმე, იმიტომ რომ კი, გაუვლის, მაგრამ მან ეს არის ის ამწუთას, იმიტომ რომ ყველაზე მეტად განიცდის ეხლა. უბრალოდ იცოდეს, რომ მე შენ გვერდით ვარ. გიჭირს ძალიან რთულია შენთვის ამის გადალახვა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე აქ ვარ. ვისაუბროთ ამაზე. ჩვენ ხომ მშობლები ხშირად ვეუბნებით ხოლმე და თუ არ ვეუბნებით, აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ნებისმიერ გამოცდილებაში მის გვერდით ვართ, მათთან ერთად ვართ. ეს იქნება პრობლემა, ეს იქნება სიხარული, ეს იქნება რაღაც გადაუჭრელი ამბავი თუ საკუთარ თავთან თუ ფსიქოემოციურად ეს ვთქვათ განსაზღვრული პრობლემები, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ შეცდომაშიც კი მათთან ერთად ვართ. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა, რაც უნდა ვუთხრათ ბავშვს. და თუ არ უნდათ ამაზე ლაპარაკი, ეს სხვა შემთხვევა ძალიან ხშირია. შეგვიძლია ვუთხრათ, რომ იცი რა, მე ვხედავ შენ განცდებს და ვხედავ, რომ ამაზე ლაპარაკი ძალიან გიჭირს, მაგრამ ყოველთვის იცოდე, რომ აქ ვარ. და ამ დროს შეიძლება, რომ შენმა გამოცდილებამ თურმაც ესეთი კრახი, როცა განიცადე ან ძალიან გაგიჭირდა, პირველი სიყვარულის შესახებ გამოცდილებამ, უბრალოდ
უბრალოდ ამის გაზიერება მისთვის იმდანად მხარდამჭერი იყოს, რომ აღარ იყოს საჭირო მისგან ამ ინფორმაციის ამოძალვა, რომ ამოვიღოთ ეხლა რაღაც ძალისმიერად და მე ამაზე რაღაცა მივსჯელოთ. უბრალოდ ის რომ მართლა ხარ თუ ეს გულწრფელია მშობლის დამოკიდებულება ყველაზე კარგად მუშაობს ხოლმე ამ დროს. თამარმა ძალიან საინტერესო რამ ახსენა. ხშირად გვჩვევია რომ ცუდი ყოფა ქცევის, ცუდი სწავლის, რა ვიცი, ჩვენი მოსაწონი არ არიან ხოლმე რჩეულები ჩვენი შვილების. აქაც მგონია რომ ალბათ ჩარევა ძალიან ცუდია. ან როგორი ფორმით უნდა მოხდეს კომუნიკაცია? რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან ცუდია. ყოველთვის შეგვიძლია უფრო დავუშვათ მოზარდობის ასაკის დასასრულისკენ, უფრო დასრული ასაკისკენ შეგვიძლია ყოველთვის რომ ჩვენი დამოკიდებულება გავაზიაროთ. მაგალითად, თუ ვინმე აი კონკრეტული კითხვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, გავაზიაროთ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდეთ, რომ ყოველთვის აი ეს გადაწყვეტილების მიღება უნდა ეს თქვათ საბოლოო გადაწყვეტილება არის მოზარდზე თუ უკვე დასრულზე, ხო? აი ძალიან ხშირად ეხა მახსენდება, რომ არიან სკოლაში, მაგალითად, ძირითადად სკოლის ასაკზე ვსაუბრობთ, ხო? ძალიან პოპულარული ბიჭები, ან ერთი, ან ძალიან პოპულარული ერთი გოგონა, ხო? კი ბატონო. აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება 5 თუ 10 გოგონას რო ერთი ბიჭი მოწონს და ვიღაცა იჩაგრება, ხო, ამ შემთხვევაში? აუცილებლად. აი რანაირად უნდა გაუქარწყლო ეს ბავშვს, როგორ უნდა უთხრა, რომ იმას სხვა უყვარს, განძნელია ეს. აი მან ნახეთ როგორი პროცესია ხოლმე. ყოველთვის დავძენ იმას, რომ არის პროცესი, რომელშიც მშობელმა საკმარისი მხარდაჭერა შეიძლება რომ გამოიჩინოს, მაგრამ არის მომენტი, როცა ჭირდება სპეციალისტის ჩართულობა. აქ უკვე იმაზე კი არ ვმუშაობთ, რომ გავუქარწყლოთ მას, არამედ მუშაობთ იმაზე, რომ მისი ლიდერული უნარჩვევები ცოტა წამოიწიოს, მეტი თუ შეფასება ქონდეს, უფრო დაინახოს საკუთარი თავი და გამოხატვა ისწავლოს. ამით ის უფრო მეტად ეს თქვა კონკურენციას გაუწევს სხვა ადამიანებს, თუ ამ ტერმინს შეგვიძლია ვილაპარაკოთ. აი ესეთი ბავშვები, სოფიკომ როგორიც ახსენა, ხო, მაგალითად, რომ ყველას რომ მოსწონს, ძირითადად არიან ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული, ან სპორტში გამოიყენებენ აუცილებლად ლიდერული, აი ლიდერი ბავშვები როგორ აღწევენ ხოლმე ამ ლიდერობას. არის პოზიტიური მხარე, ამის არის ნეგატიური მხარე. ბავშვები მოზარდები, მეგობრულები არიან ჩაგვრითაც აღწევენ ხოლმე ამ ლიდერობას, ამიტომ გააჩნია რითი მიაღწია ამ მოზარდმა ლიდერობას და როგორ გახდა ლიდერი. მოდი ვთქვათ, მეგობრულობით, გულგახსნილობით, სპორტულობით, ხიარულებით ეს ყველაზე კარგი ვარიანტია და თუ ამ შემთხვევაში ბავშვი არის ლიდერი, ძალიან კარგია და ეს მას დასულ ცხოვრებაში ძალიან გამოადგება. იმიტომ რომ ეს ლიდერული უნარჩვევები არსად არ იკარგება. კიდე იმასაც დავძენ, რომ სადღაც 5-6 წლის ასაკში რო რთულდება ხოლმე, რომ ყოველთვის პირველობა უნდათ, წაგება ძალიან უჭირთ. აქაც კი არ ვაბლაგუებთ ამ ეს თქვათ უნარჩვევას. პირიქით, ვცდილობთ რომ ბავშვი უბრალოდ დავარცხნოთ, რომ ეს თვისებები უბრალოდ გაგრძელდეს, დასულ ცხოვრებაში მას გამოადგეს, უბრალოდ მეტი თანამშრომლობა შეძლოს სამყაროსთან. ანუ შეძლოს თავის ლიდერული უნარჩვევებით სხვასთან თანაცხოვრება რა, თანამშრომლობა. მithumetes რომ ეს არის განსაკუთრებული პერიოდი. აი ამ დროს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პედიატრი წერდა, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ენდოკრინულ ორკესტრში მთავარ ვიოლინოზე უკრავენ სასქესო ჰორმონები. და აი ამ დროს ეს თვით დამკვიდრება, ცოტათი აგრესიაც ხანდახან ეს ყველაფერი არის ნორმალური, სიჯიუტე გარკვეული კონფლიქტები მშობლებთან. ამიტომ ალბათ განსაკუთრებული მიდგომებიც გჭირდება ხოლმე ამ. აი ვარვარე, რა როლი აქვს პირველ სიყვარულს მომდევნო ეტაპებზე? ახდენს ეს შემდგომ პიროვნების ჩამოყალიბებაზე, თქვა დეპრესიული, ხო, აი და იცით რა, თქვენ მანამდე რაც აღნიშნეთ, იმასაც დავძენ, რაზეც საუბრობდით ახლა, რომ აი როგორი ურთიერთობები აქვს, როგორ დგება ეს პროცესი, რომ როგორი მნიშვნელოვანია ეს ნეიროტრანსმიტერები, რომელსაც ჰორმონებს ეძახით და როგორ მუშაობენ ისინი, იმიტომ რომ აი რაღაცა აგზნების დროს, ეიფორიის დროს, ისინი სხვადასხვანაირად მუშაობენ. და პირველ სიყვარულს აი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა აქვს, მაგრამ არა იმაზე თუ პიროვნება როგორ ყალიბდება, არამედ მის თვითშეფასებაზე, გამოცდილებაზე, როგორ ხედავს საკუთარ თავს, როგორც გოგოს თუ ბიჭს, როგორ შეიძლება სქესთან იდენტიფიკაცია სწორად გაგრძელდეს, როგორ შეიძლება თავი დაიმკვიდროს და საპირისპირო სქესს მე მოაწონოს თავი. აი ამაზე მუშაობს ხოლმე, თუმცა ყოველთვის ახალ-ახალი გამოცდილებები ემატება ამას და ეს არ არის დავუშვათ ერთადერთი გამოცდილება, რომელიც ყველაზე ეს ვთქვათ, მხოლოდ ეს ახდენს გავლენას ადამიანის თვითშეფასებაზე. არამედ ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ როცა გგონია რომ ეს თვითონ გაივლის და მე რა სხვა შეუყვარდება, ასე არ არის, ხო? მშობელს მართებს ძალიან დიდი მოთმინება, საუბარი, ბევრი ურთიერთობა, გვერდში დგომა ბავშვთან, რომ ეს პერიოდი არც თუ ისე იოლი პერიოდი ადვილად გადაიტანოს. ისიც რა არის, შეიძლება მართლაც რომ ეს მარტივად დამთავრდეს, მაგრამ სანამ ეს პროცესი დგას, მაშინ ბავშვს არ განცდა რომ შეიძლება რომ დამთავრდეს. თუმცა ეს გუნება განწყობის მონაცვლეობა იმდენად ხშირად ხდება ამ ასაკში, რომ შეიძლება
შეიძლება დავშოთ თან გააჩნია ხო როგორი ტიპაჟია როგორი ხასიათის თავისებურებებს ვარქმევთ ამას მარტივად რო ვთქვათ მაგალითად თუ მისთვის მნიშვნელოვანია ის სახასიათო რომ ერთი პოლუსიდან მეორეზე გადახდეს ერთ დღეს შეიძლება ძალიან მოწონს მეორე დღეს საერთოდ არ მოწონს მაგრამ ესეც ის პროცესია რომელშიც მხარი უნდა დაუჭიროს მშობელმა ბავშვს საჭიროა ეს გამოცდილება შემდეგ უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში თუნდაც ეს ტრამვები და შეიძლება ცუდი გამოცდილებაც ხო, ამას ვერ დავარქვევ ტრამვას, ოღონდ გააჩნია როგორი გამოცდილება არის. თუნდაც ნეგატიური გამოცდილება არ დავარქვევ. ყველანაირი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. იმიტომ რომ არის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვიზრდებით. მე მახსენდება ჩემი ნეგატიური გამოცდილება მეგობრებთან და ამ გამოცდილებას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვთვლი რომ იმან ძალიან გამზარდა და ეს რომ არ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში, დღეს არ ვიქნებოდი ისეთი როგორც ვარ. ასე რომ ყველა გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ის მომენტი, როცა უნდა გადალახოს და როგორღაც უნდა დაუბრუნდეს საკუთარ თავს, როგორც საკუთარ ყალიბში უნდა დაბრუნდეს, ამაში დაჭირდება ყველაზე მეტად მენიშნა თქვენ რაც თქვით აუცილებლად გამოვიყენებ ამ რჩევას, რომ საჭირო არ არის, რომ სხვის გულში ჩაძრო და გაარკვიო რა აწუხებს ჩვენ შულს. საკმარისია რომ ჩვენ ვთქვათ მე შენთან ვარ და მე და მე მართ ასე შეიძლება შენთვის რაღაც სასაცილოა მიუღებელი ან სულელურად ჟღერს, მაგრამ მე აი ესე მტკიო და არ მინდა გავარკვიო შენ რა გჭირს, მაგრამ იცოდე რომ მე შენთან ვარ და მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ. ნახეთ, არ მინდა გავარკვიო, ამასაც ცოტას ჩავასწორებდი, რომ არა, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ თუ შენ მზად არ ხარ ამ წუთას მე ამას პატივს ვცემ, იმიტომ რომ საზღვრები, რომელსაც აწესებენ ბავშვები, როგორც წესი რაღაცა ყინულის დიდ კედელს გავს და სინამდვილეში გვჭირდება რომ ნელ-ნელა ეს საზღვრები ნორმალურ საზღვრებს დაუბრუნდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. ისევე როგორც სხვა ყველა სიყვარულის დროს პირველი იქნება ეს ბოლო თუ გვერდში უკანასკნელი.